უმაღლესი განათლების დაგეგმილი რეფორმით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ბუნდოვანი და შეზღუდული გახდება. შეშფოთებას გამოთქვამენ პლატფორმა სალამის წევრები, რომლებიც საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობენ. პლატფორმა წერს, რომ საგანგაშოა 1+4 საუნივერსიტეტო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს საშუალებას აძლევდა უმაღლესი განათლება ქართულ ენაზე მიეღოთ. Როგორი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პერსპექტივა, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა ისედაც არათანაბარია. აიჰან ჰასანლი, სალამის წევრია, ჩვენი სტუმარი, თუ გყავს ხაზზე უკვე სტუმარი, შეგვიძლია მივესალმოთ. კი ბატონო. მე როგორც მეუბნებიან აიჰანი უკვე არის ხაზზე. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრობდით პირველ სტუმართან და თქვენთანაც განვაგრძობთ ამ კონტექსტში საუბარს და რა თქმა უნდა სალამის განცხადება არის საფუძველი, რის გამოც დღეს ჩვენ საუბრობთ აი ამაზე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში რა სიტუაცია არის განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და აი ამ რეფორმით რა განგაშის სიგნალი არის თქვენთვის, რა რისკებს ხედავთ, რომ ეს ხელმისაწვდომობა უფრო ნაკლები შეიძლება იყოს. აი გითხარით, როგორ აისახება ეს რეფორმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე და ახალგაზრდებზე. დიდი მადლობა მოწვევისათვის პირველ რიგში. რაც შეეხება ზოგადად თავისი შინაარსით ეს მიმდინარე ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა, ისედაც შემაშფოთებელია, თუმცა განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების კონტექსტში აღნიშნული რეფორმა მეტად უფრო პრობლემურია. პირველი დავიწყოთ იმით, რომ აღნიშნული რეფორმის მიმდინარეობისას საერთოდ ეთნიკური უმცირესობები არ იყვნენ ჩართული აღნიშნულ პროცესში და საერთოდ მათი აზრის თუ მოსმენის თუ პერსპექტივების გათვალისწინება საერთოდ არ მომხდარა ამ პროცესში თუ აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ეს ადამიანები საერთოდ როგორ უნდა ყოფილიყო მათი მდგომარეობა, რომ საბოლოო ჯამში არ შეზღუდული იყო უმაღლესი განათლებაზე ხელმისაწვდომობა. როგორც მოგახსენებათ, უმაღლესი განათლების მიღების ფაქტობრივად ერთადერთი შესაძლებლობა ეთნიკური უმცირესობებისთვის არის 1+4 პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების და ასე ვთქვათ, ევროპული პარტნიორების დახმარებით და ზეწოლით შეიქმნა საქართველოში თავის დროზე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უწევდა სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებში განათლების მიღება, ეს იყო აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი და ასე შემდეგ. და 1+4 პროგრამის შექმნის შემდეგ მეტნაკლებად შესაძლებელი გახდა 1+4 პროგრამის მეშვეობით უმაღლესი განათლებაზე ხელმისაწვდომობა, თუმცა ბუნებრივია ეს პრობლემა არ მოგვარდა და ჩვენ წლების განმავლობაში აღნიშნული პროგრამასთან დაკავშირებით კრიტიკულ პოზიციას ვაფიქსირებდით. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო გაუმჯობესებული იყო და ასე ვთქვათ, რეფორმა ყოფილიყო ჩატარებული მისი გაუმჯობესების მიმართულებით, რაღაც ერთი კვირის განმავლობაში არარსებული ბაზრის გვლევაზე დაფუძნებით ჩაატარეს რაღაც ეგრეთ წოდებული რეფორმა, სადაც ეთნიკური უმცირესობების, ასე ვთქვათ, განათლებაზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო შეუძლებს. კი ბატონო, არგუმენტად მაშინ აიჰანი თქვა, რომ კვლევამ დაადასტურაო, რომ 80% მოსახლეობის უკვე კარგად ფლობს ქართულ ენას და ამ პროგრამამ თავისი თავი უკვე ამოწურაო და ნელ-ნელა შეიძლება რომ გაუქმებისკენ წავიდესო ოფიციალურად, ამაზე ჩვენ გქონდა გადაცემა, ოფიციალურად ითქვა ეს არგუმენტი. სინამდვილეში რეალურად რა მოცემულობა არის, მაგალითად თქვენს დასახლებაში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. როგორი მოცემულობა არის სკოლაში? ანუ ფიქრობთ თუ არა, რომ ამ სკოლების მოსწავლეები გაუწევენ კონკურენციას, მაგალითად ამ ეროვნულ გამოცდებზე გაზრდილი კვოტებით, გაზრდილი ბარიერებით იმ ბავშვებს, რომლებიც სწავლობენ ქართულენოვან სკოლებში და მათი მშობლიური ენა არის ქართული. ანუ დაძლევადი იქნება ეს კონკურენცია ამ მოცემულობით თქვენი აზრით? ეს ფიზიკურად არის გამოიწყული იმ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ სოფლებში ჯერ საბავშვო ბაღებზე ხელმისაწვდომობა ეთნიკურად ქართველების დასახლებულ რეგიონებთან მიმართებაში სამჯერ უფრო ნაკლებია.
ძილების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვითხოვდით საბავშვო ბაღების მშენებლობას, ეს პრობლემა არ დამოუკმარდა და საერთოდ არ დაიწყეს საბავშვო ბაღების მშენებლობა გარდა 1-2 გამონაკლისის გარდა. რაც შეეხება სკოლაში არსებული მდგომარეობა, ჩვენ პლატფორმა სალამი ჩავედით თითქმის ქვემო ქართლის სკოლების 70% ადგილზე მოვინახულეთ და ისეთი რეალობა კონკრეტის გაძევა კი არა მე-5 კლასში, ასეთ მე-12 კლასში გადიან მე-5-მე-6 კლასის ქართული ენის წიგნებით და ამ ადამიანებისგან ელოდებიან რომ ასე ვთქვათ თანაბარ პირობებში გავუწიონ კონკურენცია და ჩაატარონ ასე ვთქვათ რაღაც ეროვნული გამოცდაში მიიღონ მონაწილეობა. ის არგუმენტი რომ 80% ფლობს ეთნიკური უმცირესობების წარმოადგენლების ეს არის სრული სიცურე, იმიტომ რომ ეს არ ეფუძნება რეალურ შედეგებს და საერთოდ რომელი ხელმისაწვდომ კვლევაზე არის დაფუძნებული აღნიშნული არგუმენტაცია თუ მონაცემები ძალიან საინტერესოა. ეს ადამიანები საერთოდ არ ყოფილან ასე ვთქვათ ეთნიკური უმცირესობების დასახლებაზე და ისინი რეგიონში ჩასვლად ასე ვთქვათ თვლიან მხოლოდ მარნეულის ასე ვთქვათ შესაძლებლობაში შესვლას და მე უგამბრუნდებიან რომ ჩვენ ვიყავით რეგიონში და რაზე არის დაფუძნებული ის მოცემულობა რომ 80% ფლობს ეთნიკური უმცირესობების წარმოადგენლებს ეს არგუმენტაცია არის ასე ვთქვათ სრულად სიცურე. რაც შეეხება ეს ახალგაზრდებთან მიმართებაში არსებული პრობლემა 1+4 პროგრამის მიღებით ბუნებრივი ახალგაზრდებში ეს ტენდენცია რომ ქართული ენის სწავლის მიმართულებით გაიზარდა ბუნებრივია და უფრო მეტი ფლობს ეთნიკური უმცირესობების წარმოადგენელ ახალგაზრდებს ვინც ამ პროგრამით ისარგებლა. თუმცა ასაკოვანი თაობის წარმომადგენლები რომლებიც არ უსარგებლია ეს ასე ვთქვათ პროგრამით, მაშინ 80%-ში არ ითვლება ეს ადამიანები, რომლებიც 1+4 პროგრამით არ უსარგებლია. როგორ ასე ვთქვათ მოცემულობა იმასთან მიმართებაში, აი რადო არ არის მაგალითად იმ შემთხვევაში თუ 1+4 პროგრამით ასე ვთქვათ კურსს დამთავრებულები არც ერთი საჯარო სექტორში არ არიან დასაქმებული და პაზრის მოთხოვნა. აი, თქვენ განცხადებას ჰქონდა გამოხმაურება მაგალითად რეფორმის ჯგუფისგან. არა, ჩვენ საერთოდ უკავშირი არ მიგვიღია მაგასთან დაკავშირებით. ჩვენ ხაზს ვუსამდით იმ გარემოებასაც, რომ იყო ძალიან ბევრი გარემოება, რომელიც ასე ვთქვათ ჭირდებოდა პასუხი აღნიშნულ კითხვაზე. პირველი იყო ის გარემოება, რომ აი დღეს ვინც დაამთავრა მაგალითად 1+4 პროგრამა და აპირებდა პირობითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე გაგრძელებას რა ბედიელის აღნიშნულ ადამიანებს, ხომ? როგორ ჩააბარებენ. ესე იგი ამ ადამიანების გადმოყვანა მოხდება ქართულ, ესე ვთქვათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თუ სხვა ფაკულტეტში უნდა ჩააბარონ. ამ ახალგაზრდები, რომლებიც ძელს არიან აბიტურიენტები და აპირებდნენ მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. არა მხოლოდ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც ექნებათ ალბათ პრობლემა. თუნდაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგალითად სამედიცინოს ფაკულტეტზე აპირებდნენ გაგრძელებას. როგორ იქნება მათი პეტი? აი თუნდაც მაგალითად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მოგახსენებათ 1+4 პროგრამა არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, კერძო უნივერსიტეტებში აღნიშნული. აი, მიუბრუნდეთ ამ თემას მერე, ეროვნული გამოცდები ახლოს არის და როგორ იქნება აი ამ აბიტურიენტების შემთხვევები.